ჩვენი ფორუმის მთავარი კითხვა არის როგორი საქართველოში გვინდა ცხოვრება. ალბათ ყველა ჩვენგანი ვთანხმდებით, რომ ჩვენ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული. სადაც საქართველო არის უსაფრთხო სივრცე, სადაც სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, სადაც ყველა ადამიანი თანასწორიც, რა თქმა უნდა, თანასწორ მიდიოდი მაგამდე. სადაც ყველა ადამიანის უფლება არის თანასწორი და ყველას აქვს შესაძლებლობა კონდეს და მიიღოს განათლება, ჯანდაცვა და იყოს დამოუკიდებელ ქვეყანაში იცხოვროს. დღეს და სწორედ ამ იდეებისთვის და ამისთვის ვიბრძვით, ვინც ვართ ჩვენ აქ შეკრებილები და ვინც არ ვართ. სწორედ ამ საქართველოსთვის ბრძოლის გამო დასაჯეს მზია ამაღლობელი. დასაჯეს ზვიად ცეცხლაძე. დასაჯეს ჩვენი მედროშე და არა მხოლოდ. დღეს უამრავი პატიმარი ყავს ტყვეს ამ ხელისუფლებას. და ესად ხვალ არის ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე და ჩვენი ქვეყანა გაცილებით და ბოლო სტატისტიკის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჟურნალისტიკის თვალსაზრისით და არა მხოლოდ. და ჩვენ რომ მზია გვყავს პატიმრად, ეს არის ჩვენი სირცხვილი მთელი ერის და ამავდროულად იმედიც. დავესესხები ზვიად რატიანს, რომელიც ასევე არის ტყვე, რომ სწორედ ეს ძალა, ეს ენერგია უნდა გავაერთიანოთ სირცხვილისა და იმედის და ეს ვაქციოთ ძალად, ქარიშხლად, თუ გნებავთ სილად, რომელსაც გავაწვნით ხელისუფლებას და ამ რეჟიმს. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, როგორი საქართველო გვინდა და მე ვიტყვი, როგორი საქართველო კი არა, როგორ აჭარაში და როგორ ბათუმში მინდა ცხოვრება. ჩვენ ბევრი ვიარეთ და მე ისეც დიდი ხანი მუშაობდი მაღალმთიან აჭარაში, სწორედ იქედან ვიცნობდი ლიას, ჩემი თანამშრომელი იყო ძვირფასი. და ჩვენ ხედავდით როგორი ვითარება იყო სოფლებში. ჩვენ ნახეთ, როგორ არის სოფლები დაცლილი ბავშვებისგან. ნაცვლად ჟრიამულისა არის ცარიელი სკოლები, ცარიელი სახლი. ჩვენ ხედავთ, რომ დიდთოვლობისას მოხუცები და ოჯახები არიან მოწყვეტილი ცივილიზაციას, იმიტომ რომ არ აყავთ ტექნიკა, რომ გაწმინდონ გზები. ჯერ კიდევ 21 საუკუნეში არა გვაქვს გზები, არა გვაქვს წყალი, არ არის არანაირი საჭიროების შესაძლებლობები იმისთვის, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს. მეტიც გეტყვით იმას, რომ ამბულატორიებიც კი არ არსებობს სოფლებში და სადაც არსებობს მედპერსონალი არ არსებობს. და ქალებს, მშობიარე ქალებს ათეული კილომეტრების გავლა უწევს იმისთვის, რომ ქალაქში ჩამოვიდნენ და მიიღონ მომსახურება. ვერტმფრენები არ არსებობს და მე რამოდენიმე წლის წინ დამეღუპა ძვირფასი მეგობარი იმის გამო, რომ ვერტმფრენი არ არსებობდა მაღალმთიან კურორტ ზონაში გოდერძში. და დღესაც ამდენი წლების შემდეგ კიდევ არ არსებობს. კიდევ ვერ არის შესაძლებელი, რომ ადამიანები უსაფრთხო სივრცეში წავიდნენ. და ჩვენ ხედავთ, რომ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა რიგებში დგას, რომ მიიღონ შემწეობა. და 50% მაღალმთიანი აჭარისა სახელმწიფოს შემწეობაზეა. დანარჩენი ადამიანები მუშაობენ მუნიციპალურ სამსახურებში, სიპებში, აიპებში და გვიკვირს, რომ ეს ადამიანები დღეს სახელმწიფოს ემორჩილებიან. მე არ მეკვირს. მე მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ბავშვებისთვის იქნება უსაფრთხო გარემო. სადაც ყველა გაწვიმების დროს ქალაქი არ ჩაიხერგება. სადაც ღია ჭებში ბავშვები არ ჩაცვივდება და არ დაიღუპება და ამაზე არც ხელისუფალი, არც ბიზნესი არავინ აგებს პასუხს. მე არ მინდა და უпростоრად მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ზღვას ერთ ლარად არ გაყიდიან და მიწად არ დაარეგისტრირებენ.
მე მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ბავშვებს სკოლაც ექნებათ, ბაღიც ექნებათ და გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ დღეს ბავშვებს პირველ კლასელებს ბათუმში არა აქვთ სკოლა. ამ დროს, როდესაც მაღალმთიან ხულოში 5 მილიონს ვიხდით იმისთვის და 2 მილიონს, რომ ავაშენოთ სკოლა, სადაც ბავშვები არ არიან. ავიყვანოთ. კი, გვინდა ისეთი სოფელი, სადაც ახალგაზრდები დაბრუნდებიან და გვინდა ისეთი ქალაქი, სადაც ცხოვრება იქნება და ბედნიერება იქნება და ადამიანების სახეებზე ჩვენ ვნახავთ ბედნიერებას და ღიმილს. ჩვენ ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. მე მჯერა, რომ პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოებაში და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აქ, არის ზუსტად ეს ხიდ ჩატეხილობა. და ის რწმენა თითქოს არაფერი გამოვა და ის დიქოტომია ჩვენ და ისინი რაღაცნაირად დასაძლევია. ეს ადამიანები არიან პროპაგანდის მიერ გაბრუებული და მოტყუებული ადამიანები და ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელი უნდა ჩამოვართვათ. კი, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ჩვენ ეს ხიდები უნდა გავამთლიანოთ. მე მეცაც გეტყვით, ჩვენ მჯერა, რომ ამ დარბაზში და არა მხოლოდ, ჩვენ გვაქვს ძალა და ჩვენ ამ ძალის უნდა ვირწმუნოთ. აქ იმდენი არაჩვეულებრივი აზრი, იდეა, რჩევა და რეკომენდაცია გაჟღერდა, სწორედ ეს არის იმედი. იმედი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს ძალა და რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრის და შეცვლა. ჩვენ გვაქვს ენერგია, ჩვენ გვაქვს ცოდნა, ჩვენ გვაქვს კომპეტენცია და კეთილსინდისიერება იმისთვის, რომ ახალი, ძვირფასი, ღირსეული და მოუკიდებელი თავისუფალი საქართველო ავაშენოთ და დავიბრუნოთ ის დიდება, რომელიც გვქონდა. და ბოლოს მე ვერს არ გავაგრძელებ, მინდა თქვა ის, რომ თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, სინდისის პატიმარს. თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება მედიას, დიდება საქართველოს.